ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ნოემბრის შოუ ბიზნესური ამბებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. ასე რომ თუ თქვენ გსურთ შეიტყოთ საინტერესო სიახლეები იმ ადამიანების შესახებ, ვინც კინოსა და მუსიკის სამყაროში მოღვაწეობს, მაშინ უყურეთ ჩვენს გამოშვებას. რუსთაველის პროსპექტზე მდებარე თეატრალურ სარდაფში პრემიერა შედგა. საბედნიეროდ პოლიტიკური მდგომარეობა ქართულ რეჟისორებს ხელს არ უშლის იმაში, რომ რაღაც ახალი შესთავაზონ მაყურებელს. ამჯერად რეჟისორმა ნინო შოთაძემ წარმოგვიდგინა სპექტაკლი სახელწოდებით მოიხედე მრისხანების ჟამს. ვნახოთ სიუჟეტი. ეს არის ჩემი მეორე სპექტაკლი, არის ჯონ ოსბორნის პიესა მოიხედე მრისხანების ჟამს. ძალიან რთულად გასაკეთებელი პიესა, ეს არის პრინციპში ფსიქოდრამა. და ახლა ფსიქოდრამის ისე მოწოდება, რომ მაყურებელი დაიჭირო და არ დაამძიმო, არის ძალიან რთული. მართლაც ძალიან რთული და მძიმე პირობებია დღეს, როგორც ფსიქოლოგიურად, ესე სოციალურად და ისედაც აი ამ მძიმე პირობებში კიდე სიმძიმე სპექტაკლიდან უკვე ხალხი დაღლილია და ამიტომ ჩვენ შევეცადეთ ნინომ რა თქმა უნდა პირველ რიგში შევეცადეთ, რომ ყოფილიყო უფრო ჩატეთ წარმოდგენილი სიმძიმეები, რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება. ებატიება, მაგრამ ახლა თავიდან მოვწვდი. აი მე ხო. ჰა. ზეთა. მე ხო. პატარაზე გამაჭკიტიერე. არც მარცხნივ გამაჭკიტიერე მე ხო. ჰა. Adavina, nebuni dabrуда. Laringologs მიაკითხე, laringologs. ჩავდეო, განებე თავი ხო ხედავ რამდენი საქმეა. ეს შენიდან საჭირდება, პეტო. როგორ მე თვითონვე გამცემს პასუხს რა იგო ენა ჩაყლაპე? შემოძიე სიტყვა ადამიანო. ახ თუ ჩვენთან საუბარს დაკილობ მაშინ ბოდიში. პატიე არ გისმენ. არ გისმენდა ლეო, რა მოხდა? არ მისმენდა კი არა ფიქრობს. ძაღლი იყეფებს და ხმას გაიკმენს, არა? სექსა! საკრაუტე! პიკეკო! Putku, uime! Eti makotsunire na! Mama kangi chau! Urato karishuri khar! Gaixade! და შეიშენები და ჯემ შეიშენები ფენაც ჩვენს ქვეყანას გაუმარა ჯოს რადიო ფორტუნაში თიკა ჯამბურიას სიმღერის პრეზენტაცია მოეწყო. შეგახსენებთ, რომ სიმღერას ჰქვია ეს თბილისია და ის მანანა გურგენიძის ტექსტზე ავთობადუაშვილმა შექმნა. საერთოდ პატარა ასაკის მომღერლები რადიო ფორტუნას ეთერში არ ტრიალებენ ხოლმე, იმიტომ რომ რადიო ფორტუნა არის ჰიტების რადიო და არ არის რადიო, რომელიც ახიტებს, მაგრამ თიკა იმდენად პოპულარულია, რომ ჩვენს მუსიკალურ პროგრამაში ზის უკვე მისი სიმღერა და მოთხოვნაც შესაბამისად ძალიან დიდია. ერთი სიმღერა არის ავთობადუაშვილის მანანა გურგენიძის ტექსტზე და მეორე არის გია ყანჩელის სიმღერა მანანა სიამაშვილის ტექსტზე. საერთოდ ძალიან განსხვავებულებია ეს სიმღერა ერთმანეთისგან, ერთი არის უფრო ისეთი თინეიჯერული საესტრადო სიმღერა და მეორე არის უფრო კლასიკური სიმღერა. აი 17 საათი და 22 წუთი ქალაქ თბილისის დროით მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას უკვე სხვა ამპლუაში დაიწყო გადაცემა live show, რომლისთვისაც უკვე 5 საათია გამზადებთ. მისი გენერალური სპონსორი გახლავთ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ისიპარი. მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, რომ დღეს ორი ახალი სიმღერის პრეზენტაცია იქნება.
სანო რეკორდსის სტუდიაში ზუკა ხუციშვილი ახალ სიმღერაზე მუშაობს. უფრო კონკრეტულად იმის შესახებ თუ რა სიმღერა იწერება და ვინ არის მისი ავტორი, თავად ზუკა მოგვიყვება. უშენოდ ფიქრია და ფიქრებში შეღარწახვალ უშენოდ ვინდია და რა მოდის მზე აქიღო სიზმარშიც ხედავ ტექსტი არის მანანა გურგენიძის, სიმღერის ავტორი არის დედაჩემი მაია ჯორჯაძე. სიმღერას ქვია ნუ ზუსტად არ ვიცი ჯერ არ დაგვირქმევი ასახი. ქიღო და მავიცხოსევდა ვანსამ სიმღერის ხმა გეტყვი მიყვარხარ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შორენა ყარყარაშვილმა კლიპის გადაღება დაიწყო, რომლის რეჟისორის დაჩი დარჩია და ბასა სამხარაძეა. დანარჩენი კი სიუჟეტიდან შევიტყოთ. ბასა და დაჩი ჩემი მეგობრები არიან და ზუსტადაც აქედან წამოვიდა ეს იდეა, რომ ზუსტად მათ გაეკეთებინათ ეს კლიპი, იმიტომ რომ მე ჩემი ახლობლები არიან. ჩემთვის აუცილებელი იყო ის მომენტი, რომ როგორც ადამიანს მე ისინი მიცნობენ, ჩემ პიროვნებას იცნობენ საკმაოდ კარგად და ახლოს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩემი ხასიათი როგორც ასეთი დაეცვათ ის, რომ ჩემი ხასიათი ყოფილიყო ამ კლიპში. ჩემს შემოქმედებაში ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, მე ესე ვიტყვი, დაწყებულია ფაქტიურად. დაიწყო, როდესაც დავიწყეთ ჩაწერა ამ სიმღერის და ახლა გრძელდება და მე იმედი მაქვს არა დაზუსტებით ვიცი ის რომ როგორც კი კლიპს დავამთავრებთ ეგრევე მეორე ახალ სიმღერა მზადდება ჩვენ ტანდები შეიქმნა შარშან ასე ვთქვი უფრო ადრე ბანა შარშან როგორც ესეთი კლიპზე შეიქმნა ჩვენ ერთობლივი ნამუშევარი შაირი ქეცე თოფურეს ну შემდეგ ასე ვთქვათ შემოქმედებითი თუ არა შემოქმედებითი იყო პაუზა და აი დღეს უკვე ჩვენ შორენას ვუღებთ კლიპს იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ერთად მუშაობთ უკვე ერთად სწავლობდით ყველაფერი აქედან დაიწყო მართლა ძალიან კარგად ვიცნობთ და რომ ძალიან ლამაზი სიმღერა როცა ერთად დავჯექით მე და ბასა და ერთად იდეაც ერთობლივია ამ კლიპის შეიქმნა სცენარი აბსოლუტურად განსხვავებული. სცენარი შეიქმნა უფრო ფილმისთვის, ვინმე მუსიკალური კლიპისთვის. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.